მოდი სასამართლოდან დავიწყოთ თავისთავად ამ პროცესებიდან, რასაც ჩვენ ხედავთ და რეალობა რომელთანაც უწევს ივანიშვილს რომ დაეტაკოს, განწყობებს, ხო? ჩვენ მოვისმინეთ ამ კვლევის შედეგები და ეს არ არის პატარა სხვაობები, ხო? ეს არ არის 50-50-ია. აბსოლუტურ უმრავლესობა მომხრე არის ამ ადამიანების გათავისუფლების. 100 არის ზუსტად ზეამაღლებელი შემთხვევაშიც, ხო? რას გვეუბნება ეს ჩვენი საზოგადოების შესახებ და რას გვეუბნება ეს ივანიშვილის შესახებ, რომელიც ამას უარს ამობს იგრძნოს ეს განწყობა? მოკლედ ძალიან ბევრი რამე ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება მიუთითებს იმას რომ რეჟიმი ერთ-ერთ ბოლო არა ერთ-ერთი ბოლო სტადიას გადის მათ შორის შიდა წმენდები რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ მათ შორის ის რაც ხდება დღეს ქართულ ოცნებაში ყველაფერი ეს აჩვენებს რომ თეორიულ დონეზედაც რაც გვისწავლია პრაქტიკული გამოცდილებიდანაც ხედავთ იმას რომ რეჟიმს ძალიან უჭირს და სწორედ ეს არის ასე ვთქვათ ოლიგარქიის ბედი ხო რუსული ოლიგარქიის ბედი შევიდა იმ ნაწილში იმ სტადიაში როცა უკვე რა ვიცი საკუთარ შვილებს ჭამს არ პატიობს არავის და აღარაფერს როდესაც უკვე შიშზე დგას თავიდან ბოლომდე რეჟიმი და არ იგრევა ხოლმე ყველა რეჟიმი მხოლოდ ხალხის აქტიურობით რეჟიმის შიგნიდანაც შიშით ინგრევა და ეს ყველაფერი რაც ხდება რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ ქართულ ოცნებაში ეს ნიშნავს იმას რომ რეჟიმი ძალიან ახლოს არის პირდაპირ გაგებით ჩამოშლასთან და მე ზუსტად ვიცი და მჯერა ამის რომ ყველაფერი მოხდება ისე მალე რა ვიცი ჩამოინგრევა ეს ხუხულა აშენებული რომ არც კი წარმოგვიდგენია. გია ვოლსკი მიკითხა ერთხელ ეს რაღაცნაირად უცნაურად დამახსოვდა ეს შეკითხვა, აბა რა გონია თქვენ ოკუპაციაო, აბა რა გონია თუ ზოგს დაჭრიანო, ზოგს ესვიან და ასე შემდეგ. აბა რა გვეგონა რუსული ოლიგარქია, ხო? აბა რა გვეგონა რუსული ტიპის ოლიგარქია, ის რაც დღეს ხდება ქუჩაში, ის რა კრიმინალური გარჩევებიც არის, ის რა ხდება ბიზნესში დღეს, ის რაც ხდება პოლიტიკაში დღეს, ის რაც ხდება დღეს სასამართლოში, რაც ხდება დღეს ციხეებში, ეს ყველაფერი არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვებრძვით ამდენი ხანი ებრძვის ჩვენი კოალიცია, ებრძვის პროდასალური ძალები, რომელთაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ის, რომ რეჟიმი დაისტუმრონ იქ, სადაც ეკუთვნის ამ რეჟიმს გაშვება. სასამართლოში ჩვენ დღეს ყოველდღე ხედავთ უსამართლობას, თუმცა რა ვიცი, ჩემი ძვირფასი ადამიანები, ძალიან მაგარი მეგობრები, ძალიან ისეთი ხალხია დაკავებული, ზუსტად ვინც ყველაზე მეტად ყველა ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და ვინც ყველაზე გულწრფელად იბრძოდა და არა მარტო პოლიტიკური ლიდერები ამ შემთხვევაში გულისხმობ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ვინც აწამეს ხო ვინც აწამეს რუსთაველზე თუ აწამეს პოლიციის განყოფილებებში თუ აწამეს იმ მაშინ რა ქვია სპეციალურად მოწყობილ მარშრუტკებში რაც გააკეთეს და ვიცით რომ დღემდე პასუხი არ უგია არავის და არც ერთ პოლიციას ეს არის ნიშანდობლი ერთის დასაწყისს ვერ გაბედეს სამაგალითოდ რომ აი თქვათ რომ იცი რა არის ნახეთ ჩვენ ამათ ვშით და იქით პოლიციელის დავსაჯეთ 3 პოლიციელი დავსაჯეთ ჩვენ ხედავთ 3 სპეცრაზმელი დავსაჯეთ ერთიც კი ვერ გაბედეს აი ერთი მხრივ სისტემა ჯის თავის ანუ ფულისთვის ჯის კონკრეტულად ანუ ჯის სისტემის ნაწილს კიდევ ამბობ თავისი შვილების შეჭმის ეტაპზე გადავიდათ ხო გაუშვა საკმაოდ ბევრი ისეთი კადრი ვიზედაც იდგა ეს სისტემა რეალურად და მეორე მხრივ ჩვენ არ ხედავთ სამაგალითოდ დასჯილ არც ერთ თუნდაც სამაგალითოდ ხო რაც ჩვენ თქვით დასჯილ არც ერთ პოლიციას ეს ყველაფერი აჩვენებს სისტემის უსამართლობას და რას ველოდებოდით ხო ივანიშვილისგან თუ ვინც ელოდებოდა იმას რომ ეს იყო ქართველი პატრიოტი რომელიც ევროპასთან და დასავლეთთან დაალაგებდა ჩვენ ნახეთ ხო დავით წლების გამოცდილებამ წლებმა გვაჩვენა ის რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ის რასაც ბევრი ველოდებოდით და ბევრი ხვდებოდა ალბათ ამ ქვეყანაში თუ ზოგი გვიან თუ ზოგი ადრე აღმოჩნდა ისე რომ ეს არის რუსული ტიპის ოლიგარქი რომელმაც ეს ქვეყანა წაიყვანა მხოლოდ რუსეთისკენ თუ აქამდე ვინმეს ეგონა რომ ბიძინა ალაგებდა ესე ვთქვათ იყო დამლაგებელი დასავლეთთანაც ამერიკასთანაც და რუსეთთანაც ჩვენ დღეს უკვე ძალიან კაფიო ძალიან ათლად მათ შორის ამერიკის ელჩის ინტერვიუდანაც ძალიან კარგად ვიცით ის რომ ამ ადამიანს ივანიშვილს არ გამოუვიდა და არ გამოუვა და ილუზიაა ის რომ თითქოს ის დასავლეთთან ევროკავშირთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობით საოცარ რამ გავიგეთ ახლა ელჩი დანიგანის ინტერვიუ იყო რომელმაც მოყვა რომ ესე იგი ის რომ წავიდა ამერიკაში და იქიდან ჩამოიტანა ტრამპის ახალი ადმინისტრაცია იყო რომ ჩამოიტანა გზავნილი რომ აი ესე შეგვიძლია რომ საქართველოს და ამერიკა დაალაგდნენ აქედან ისეთი წერილი გაატარეს რომ იქ აღიქვეს რომ ესენი ვერ არიანო ცოტა აშკარად აი ეს არ უთქვა ელჩი დანიგას მაგრამ მე ასე მოვისმინე გულსფრად რომ გითხრა შეურაცხყოფელი სისულელეები და საპასუხო წერილის მოსმენაზე ამ შეურაცხყოფელი სისულელების საპასუხოდ რო გამოაგზავნეს ვაშინგტონიდან ივანიშვილმა თქვა მე ამას არ მოვისმენ ამის მოსმენა მე არ მინდა თავისთავად ეხა ესეც ხო არასერიოზულად მაგრამ თავისთავად რაღაც გეგმაზე მიუთითებს ხო ხედვაზე მიუთითებს ანუ არ უნდათ ამათ ამერიკელებთან რომ დაალაგდნენ არ უნდათ არც ტრამპთან უნდათ არც ბაიდენთან და არც არავისთან არ უნდათ
გამა თუნდაც აი ეს მდგომარეობა გაციებული ჩაშლილი ურთიერთობები. კი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული ერთ რამეში. რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებამდე დაალაგა მხოლოდ ორ ქვეყანასთან, ეს იყო ბელორუსი, საიდანაც ტერიტორიულად შეიჭრა, საიდანაც პირდაპირ მოახდინა, ხო? შესვლა დნეპრის გადალახვის გარეშე ჩრდილოეთიდან კიევში, კიევზე რო ყველაზე სწრაფად მისულიყო კიევამდე და დაალაგდა ბელორუსთან და დაალაგდა საქართველოსთან. დღეს ომის პირობებში უკრაინაში ომმა ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საქართველოს სამწუხაროდ არაფერი აღარ არის დღეს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს რუსებისთვის თავშესაფრის და ბინძური ფინანსური ჯიბე. დღეს საქართველოს სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ არის რუსების თავშესაფარი და ბინძური ფინანსური ჯიბე ომის პირობებში, რომელიც ჭირდებოდა ძალიან რუსეთს და თუ ვინმესთან დაალაგა ბიძინამ, ეს არის რუსეთი, რომელსაც შეპირდა გარკვეული გარანტიები მისცა მას, ესე ვთქვათ, ომის პირობებში, რაც ჭირდებოდა რუსეთს ძალიან, რომ ასეთი ტიპის თავშესაფარი ქონოდა, მით უმეტეს ისეთი ზონა, როგორც საქართველოს, რომელსაც თითქოს ქონდა ურთიერთობები ევროპასთან კანდიდატის სტატუსის მიიღო შემდეგ და უკვე ჭირდებოდა მსგავსი ტიპის ეკონომიკა იმისთვის, რომ თავი არიდებია სანქციებისთვის მათ შორის და ყოფილიყო მშვიდად რუსული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღემდე შემოვიდა საქართველოში და რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ რაღაცები, ნაწილი ვიცით, ნაწილი დღემდე არ ვიცით და ნაწილს ალბათ გავიგებთ. ის რომ რეჟიმთან ლოიალურობა, ის რომ მტრის ინტერესების გატარება უბრალოდ არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს ცხადია, ხო? ანუ ეს არ არის შუა საუკუნეები, ხო, რომ ვილაპარაკოთ რომ რაღაც ლავირებაზე, რომ რაღაც ოსმალეთის როგორი ფიქრებს, სპარსეთი როგორი ფიქრებს და ასე შემდეგ, ხო? ეს 21 საუკუნეა და ამ ეპოქაში შეუძლებელია რომ შუა საუკუნეების თამაში მოაწყოს ბიძინა ივანიშვილმა და არიან ასე ხოცების გარკვეული კატეგორია, რომელიც ზუსტად ამას ფიქრობს დღემდე, რომ ბიძინა გარკვეულად თამაშობს და ეს ისტორიულად საქართველოს ჭირდებოდა. დღეს 21 საუკუნეში ეს არის გამორიცხული და ამას ხედავთ ზუსტად ამ ელჩის წერილში და ამას ხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებში და ამას ხედავთ ჩვენი დასავლეთის პარტნიორების განწყობებში, წერილებში, გამოსვლებში და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანი, რომელიც უკარგავს ჩვენს ქვეყანას ისტორიულ შანსს და ეს არის სისტემა, რომელიც უბრალოდ უნდა დაინგრეს, ძალიან მალე უნდა დაინგრეს, ჩამოიშალოს და ამ ყველაფრის გზაზე ვდგავართ ახლა ჩვენ პროდასალური ოპოზიცია, რომელმაც გაიმარჯვა. ვდგავართ ამ გზაზე? იმიტომ რომ ნახე მეორე მხარეს არის დიდი турბულენტობა, უბედურება ხდება შიგნით, ხო? მაგრამ აქეთ მხარეს სადაც დიდი უბედურება ხდება ოპოზიციის მხარეს. კი. ხო, ნაკლები ბევრად აქეთ სისხლი არ დაღვრილა და რა ვიცი, ამ უბედურებას არ უყურებთ, მაგრამ ოპოზიციის მასშტაბში რა უბედურება შეიძლება მოხდეს, ის ხდება. მესმის, რასაც ამბობ, თუმცა კიდევ ამბობ, კოალიცია ცვლილებებისთვის, ჩვენი კოალიცია, არა მარტო ჩვენი კოალიცია, ძალიან ბევრი ოპოზიციური ძალა, ძალიან პრინციპული, ძალიან ღია, ძალიან გასაგები და ისე გასაგები და ისეთი ნათელი პოზიციებით ვიყავით. აი ბოლო თვეების, აი განსაკუთრებით ხო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხო, ყველაფერს მართლა პირდაპირ და მართლა გულწრფელად ვეუბნებოდით ადამიანებს. ის რას ნიშნავდა, რას მოიტანა რეჟიმთან არათანამშრომლობა, ის რატომ ჭირდებოდა ჩვენ, რომ არც ერთი ფორმით პრინციპულად ბოლომდე გაბედულად ესე ვთქვათ, შეგვეტია რეჟიმისთვის. რეჟიმი ამბობდა, რომ აი ახალგაზრდებს უშვებენ წინა ხაზზე და პოლიტიკური ლიდერები იმალებიან და ჩვენ ხედავთ, ხო, არაერთი პოლიტიკური ლიდერი ზის ციხეში იმის გამო, რომ მათ არ ითანამშრომლებს ასეთ რეჟიმთან. დღესაც ჩვენ საღამოს 9 საათზე გვექნება რუსთაველის გამზირზე იმ ასე ვთქვათ, რვიანს, იმ 8 პოლიტიკურ ძალას გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და მათ შორის გვექნება გარკვეული დაანონსება კონკრეტული ნაბიჯების, რასაც ჩვენ ვაპირებთ. ის რაც გააკეთა გახარიასგან არ იყო მოლოდნელი, ის რაც ასაც აკეთებს ლელოსგან არის ეს მოლოდნელი ძალიან მყინვეული და შეფასდა ისე მძიმედ როგორც უნდა შეფასებულიყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების, პროდასავლური ოპოზიციის ერთიანობა საკმაოდ გამოკვეთილია. ლელოს წევრებს როცა უსმენ, ახლა გუშინ ღამის ეთერს უყურებდი, არ აქვთ არგუმენტები, მართლა არ აქვთ არგუმენტები, უჭირთ ადამიანებს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ შედიან არჩევნებში, როგორ აი რის საფუძველზე შეიძლება შევიდეს დღეს არჩევნებში, აი ასეთი ტიპის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში, ვინმე მართლა უჭირთ ამაზე პასუხი. მოვიყვანდი გულწრფელად რომ ვთქვათ არგუმენტებს, შეიძლება ზოგს ისეცაც, რომელსაც თვითონ ლელო არ იყენებს, მაგრამ თავისთავად უნდა ვაღიარო ერთი რამ. მგონი მაყურებელს დაიღალა ამ თემით. არათუ ჩვენ ვინც ძელი დღეები ამაზე ვლაპარაკობთ, თან მით უმეტეს სამწუხაროდ ერთ სივრცეში თქვენი დასკვნობა არ გამოდის. ნუ ასეთია პოზიცია იქიდან მხრიდან. თუმცა კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო. ეს ყველაფერი მომხდარიყო აი ამ პოზიციების გამოცხადებამდე, ხო? თუმცა ვიცით რომ ანუ რეალურად ხო ნაბიჯი არ გადადგმულა ერთიანობისკენ, საერთოდ ანუ არაფერს არ მოусმინეს. არც პრეზიდენტის განცხადებას მოусმინეს, საკუთარ ამომრჩეველს არ მოусმინეს, არც რუსთაველზე მდგომ ხალხს არ მოусმინეს, არც პოლიტიკურ პატიმრებს არ მოусმინეს, არც პოლიტიკურ პარტიებს არ მოусმინეს. მარტო საჯარო განცხადებები არ ყოფილა და მარტო ბრიფინგებით გველაპარაკებიან ამას ამბობდნენ. არ ყოფილა ეს ასე. ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო რეალურად, რომელმაც შედეგი არ გამოიღო და დღეს ლელოს წევრების უმეტესობამ არ იცის თავად რატო ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას და
მაშლა ის ერთდღიანი არ ყოფილა დღესაც მაგალითად ხაშურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა. ამიტომ კიდევ ამბობ ერთიანობა არსებობს, ერთიანობა ნამდვილად არის ერთ მხარეს პროდასალური პარტიების მხარეს. ესე ამ ერთიანობის კარები არის ღია, კი მესმის რომ ჩვენ არ ვართ მარტივ მოცემულობაში და მესმის რომ ურბანტობა არის ჩვენს მხარესაც, თუმცა არჩევანი სწორია, ზუსტად ვიცით რა აწუხებს ყველაზე მეტად რეჟიმს, ზუსტად ვიცით რა ტკივად და რა წერტილები აწუხებთ ყველაზე მეტად და ვიცით ის რომ რეჟიმთან არათანამშრომლობა მათი არაღიარება არის ყველაზე მყინვეული ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. რუსული რეჟიმი გამოცხადდა არალეგიტიმურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ქართული ხალხი და მათ შორის პოლიტიკური სპექტრი ჩვენს გასაკეთებელს ვცდილობთ რომ ბოლომდე გავაკეთოთ. ეს არის რომ არ ვითანამშრომლოთ რუსულ რეჟიმთან და რუსული რეჟიმი განუაცხადეთ არალეგიტიმურად. თელმა მსოფლიომ იცის რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი, რომელიც ქართულმა ხალხმა და მათ შორის პროდასავლურმა ძალებმა ქვეყნის გარეთაც მათ შორის პარტნიორებმა ერთბაშად, ერთდროულად გაყალბებული არჩევნებიდან გამომდინარე ცანით არალეგიტიმურ რეჟიმად. ეს არის სწორი ნაბიჯები, ამას ჩვენ თანმიმდევრულობა არ აკლდა ოპოზიციას და პროდასავლურ ძალებს არ აკლდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ვიცი ზუსტად. ვინც არათანმიმდევრული ნაბიჯები გაადგა, ვინც ამბობდა ჯერ რომ არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე, არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ერთიანობის გარეშე, ერთიანობას თუ ვინმე არ გვაქვს დღეს ეს ძალები არიან და ჩვენ ნახავთ დღეს საღამოსაც როგორ მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებთ და რას ვიზავთ, ანუ კონკრეტული გეგმა არსებობს რეჟიმის. კი, დღეს 9 საათზე რუსთაველის გამზზე გვექნება ამ 8 პარტიას ექნება მოკლედ 9 საათზე რუსთაველის გამზზე გვექნება კონკრეტული და ითქვით როგორ იქნება ეს აქტიური ბოიკოტი? რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უკვე დაგეგმილია და უკვე შეთანხმებულია. სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ ამბავში. სალომე ზურაბიშვილთან არის მუდმივი კომუნიკაცია, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა კიდევ სხვა პლატფორმა და ეს არ არის ეს პლატფორმა, ესე ვთქვათ, არ არის პლატფორმები არ გვაკლიან ნამდვილად. ეს არის უბრალოდ კონკრეტულად არათანამშრომლობის იგივე გაერთიანება, ეს 8 პარტია, მათ შორის არა მარტო სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქტივისტებთან, ყველასთან მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და ზუსტად ვიცით რომ ხალხი და მათ შორის კვლევები, რომელიც ახლა თქვენ თქვით, ზუსტად ვიცით რომ ხალხი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ამ მხარეს, არის სწორ მხარეს და ვიცით როგორ უნდა ჩამოვშალოთ ჩვენი რა ვიცი, სწორი ნაბიჯებით, არათანამშრომლობით პირველ რიგში ვიმეორებ და ასეთი იყო განწყობა დიდი ხანია ოცნების რუსული რეჟიმი. მადლობა ძალიან დიდი, ნოდარ ჩაჩარიძე იყო ჩვენთან ერთად, კოალიციის ცვლილების კოალიციის წარმომადგენელი. კოალიცია ცვლილებისთვის. მე ასე უფრო სხვათა შორის ქართულად ესე უფრო სწორი მგონია ცვლილების კოალიცია. კოალიცია ცვლილებისთვის მე საბრუნავად არის ძალიან რთული. და ისედაც ამ სახელებს, იმდენი სახელები დაგროვდა უკვე, რომ ცოტა უფრო მარტივი ვარიანტები ჯობია, მაგრამ კი ბატონო, კოალიცია ცვლილებისთვის.